TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. რუსთავში ჭყონდიდელის სახელობის უბანში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის ახალი საფარი გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე 11 შიდა ეზოში დაიგება. განახლდება შიდა კვარტალური გზებიც. სარეაბილიტაციო გზის საერთო ფართობი 21400 კვადრატული მეტრია. გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი. გათვალისწინებულია ბორდიურების და ტროტუარების მოწყობაც. ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 858,140 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 65,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. მერის გუნდი ჭყონდიდელის უბანში ვასრულებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც 11 კორპუსის მიმდებარე შიდა გზების და ეზოების მოასფალტებას გულისხმობს. ეს იყო მოსახლეობის ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა და დღეს უკვე სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიდის, უახლოეს პერიოდში დასრულდება და აქ მაცხოვრებლებისთვის გაუმჯობესდება პირობები. ჭყონდიდელის უბანში გრანელისა და გიორგაძის ქუჩებზე 11 ეზოში მიმდინარეობს შიდა საუკუნო ეზოების რეაბილიტაცია. ამჟამად საფარის პირველი ფენა დაგებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი თავის ვადებში დროულად დასრულდება. დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება გახდება ბევრად კომფორტული. რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მესხიშვილის ქუჩაზე პირველ ეტაპზე ნომერ მე-4 და მე-5 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია ხდება. განხორციელდება ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა, რაც საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. გათვალისწინებულია მეტალოპლასმასის ახალი ფანჯრების მოწყობა და აივნების სრული განახლებაც. პროექტის ღირებულება 2,498,787 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბოლო 4 წელიწადში რუსთავში გამაგრება რეაბილიტაცია 78 კორპუსს ჩაუტარდა. ამ მომენტისთვის საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი რუსთაველის ქუჩაზეც მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც რუსთავში ხორციელდება, ასობით რუსთაველის ყოველდღიურობას შეცვლის. მესხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 2 კორპუსზე, რომელიც ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით მოხდება, რაც საბოლოო ჯამში მაცხოვრებლებს დაუზოგავს კომუნალურ გადასახადს, ასევე მოაწესრიგებს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას. რეაბილიტაცია მოიცავს კორპუსების შეღებვას, ენერგოეფექტური მასალების შეფუთვას, აივნების განახლებას, ხის ძველი კარფანჯრების თანამედროვე მეტალოპლასმასის კარფანჯრებით შეცვლას. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმ ეფექტს, რომ მოსახლეობა შეუმცირდება კომუნალური გადასახადები. დაახლოებით 1000 მოსახლე იგრძნობს იმ სიკეთეს, რომელსაც ეს პროექტი მოითხოვს. რუსთავში შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას პირველი აღმოჩენები უკვე აქვს. ისტორიული ციხისა და სასახლის არქეოლოგიური ველიდან მე-19 საუკუნის დათარიღებული თიხის მოჭიქული ჭურჭელი ამოიტანეს. ბოლო 10 წლეულების ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია ივლისის შუა რიცხვებში რუსთავის მერიის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო. კულტურის სამინისტროში რუსთავის ისტორიული სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის კონცეფციაზეც მუშაობენ. ექსპედიციაში არქეოლოგების გარდა სტუდენტები და მოხალისეებიც არიან ჩართულნი. რუსთავის ციხეზე აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბურია ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. უკვე გვაქვს პირველი აღმოჩენები, რაც გვაძლევს იმედს, რომ ექსპედიციის დასრულების შემდეგ რუსთავის ისტორია კიდევ უფრო საინტერესო გახდება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქალაქის განვითარება მოხდეს სწორედ იმ ისტორიასთან ერთად, რომელიც ამ ქალაქს აქვს. ახლა ჩვენი ექსპედიცია მუშაობის აქტიურ ფაზაზე არის გადასული. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სასახლის მეორე, მე-4, მე-5 და პირველ ოთახებში. ძირითადად ყველა ჩამოთვლილ ოთახში არქეოლოგიური ფენა თარიღდება მე-11-მე-13 საუკუნეებით. გამოვლენილი არის არაერთი კერამიკა, მათ შორის მოჭიქული ჯამები. არის ისეთი მინიშნებები, რომელიც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული სასახლე შესაძლოა ბევრად უფრო ადრეულ პერიოდს მიეკუთვნებოდეს, ვიდრე დღემდე ჩვენთვის იყო ცნობილი.
რუსთავი კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლებს. 6 სექტემბერს რუსთავის სპორტის სასახლეში შერეული საბრძოლო ხელოვნების რიგით მე-16 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. ასპარეზობაში 18 სპორტსმენი 9 ბრძოლას გამართავს. მთავარ ბრძოლაში რუსთაველი სპორტსმენი გიორგი ქართველიშვილი Young Warrior-ის საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს და აზერბაიჯანელ მეტოქეს აიხან თაგიევს დაუპირისპირდება. ტურნირი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება. ჩვენი სპორტის სასახლე ემზადება კიდევ ერთი ძალიან მაღალი დონის ღონისძიებისთვის. ჩვენ სპორტსმენებთან ერთად გეგმავთ სექტემბერში შერეული ორთაბრძოლების გამართვას ჩვენს ქალაქში, რომელსაც ძალიან ბევრი სტუმარი ეყოლება და ჩვენ წინ გველის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სპორტული საღამო. 6 სექტემბერს იგეგმება Young Warriors-ის მე-16 ივენთი, სადაც ძალიან გამორჩეული ძალიან მაგარი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობა საბრძოლო ბრძოლისთვის, ქამრისთვის, გიორგი ქართველიშვილი. იქნება ძალიან სანახაობრივი საღამო, საინტერესო ბრძოლები და მოხარული ვარ, ესეთი კარგი ღონისძიება ტარდება რუსთავში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა. ირაკლი ყურაშვილს აქვს დიპლომატიის სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ნიკოლოზ აფხაზავა წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მთავრობის მეთაურმა ელჩებს თანამდებობებზე დანიშნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც. ცვლილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწყდა. შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს აღნიშნული სიახლეები. ასევე ისწავლეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც. მინისტრმა მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზეც. ჩვენ გვაქვს გარკვეული სიახლე, ამ შეხვედრის ინიციატორი სამინისტრო იყო. სიახლე შეეხება იმ მედიკამენტების და იმ ცალკეული პროცედურების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხს, რომელიც ყველასთვის, ვინც დაავადებულია ცისტური ფიბროზით, ყველასთვის თანაბრად აუცილებელია და მოთხოვნადია. გავაცანით ასევე ამ დაინტერესებულ პირებს ის გეგმები სამომავლოდ, რაზედაც სამინისტრო გეგმავს მუშაობას და შესაბამისად მოახლოეს მომავალში როგორი იქნება უშუალოდ შემდგომი განვითარება. უმძიმესი თვირთი დაკავშირებული ფინანსებთან, რასაკვირველია, მოიხსნება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შეძლებს და საკუთარ თავზე აიღებს ცალკეული ხარჯების დაფინანსებას, გარკვეული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, გარკვეული სამედიცინო манипуляციების ხარჯების დაფინანსებას და ასე შემდეგ. ეს უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა იშვიათი დაავადებებისა, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება განსაკუთრებული მსვლელობა და დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო ბუნებრივია გააგრძელებს მუშაობას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების მეტი უზრუნველყოფისთვის, აიმისოთ, რომ რაც შეიძლება მეტად შემსუბუქდეს თითოეული ამ ადამიანის ყოფა, გაცილებით უფრო წარმატებული გახდეს მკურნალობა თითოეულ მათგანთან მიმართებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალთან მყოფი უკრაინის 65 მოქალაქის სამშობლოში ნებაყოფლობით ჩარტერული რეისით მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქე და გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქე და ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე TV4G, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.